საქართველოს ნაკრების შეკრებამდე მთავარმა მწვრთნელმა ვილისანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბევრ სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზე, გურამ კაშიაზე, დებიუტანტზე და ამხანაგურ შეხვედრაზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 26 კაციანი განაცხადი ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, ნიდერლანდული ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი. საქართველოს ნაკრების შეკრებას თბილისში 25 მაისიდან დაიწყებს და პირველ შეხვედრას 2 იუნის 21 საათზე რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. სწორედ ამ შეხვედრაში შედგება საქართველოს ნაკრებიდან გურამ კაშიას გაცილებაც, რომელიც ეროვნული გუნდის მაისურს 129-ად მოირგებს. მედიის კითხვებს უპასუხა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც. მათ მოსმენამდე დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. კვარას ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ მისთვის რუმინეთთან თამაში ძალიან რთული იქნებოდა. თუმცა ხვიჩას აუცილებლად სურდა ნაკრებთან ერთად ყოფნა და ფინალის შემდეგ გუნდს შეუერთდება. მეორე შეხვედრაში ალბათ ითამაშებს. ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა დამოკიდებული. ნახოთ რა მოხდება ფინალში. თუ ზედმეტად დაღლილი არ იქნება, ითამაშებს და იმედია ტრავმას არ მიიღებს. რა კი საქართველოში ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელია მართლაც საუკეთესოა. სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთში ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ მხოლოდ დიდ მატჩებში იხარჯებოდა ბოლომდე. უფრო პატარა გუნდებთან კი ნაკლებს შრომობდა. თუმცა ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ამ კრიტიკაზე არაფერი უთქვამს. სიტყვიერი რეაქცია არ ჰქონია. გააგრძელა შრომა, მუშაობა და ახლა ბოლო თვეებში კრიტიკოსებს მოედნიდან გასცა პასუხი. ეს იმის მანიშნებელია, როგორი მენტალიტეტის ფეხბურთელია ხვიჩა. ის ყოველთვის მუშაობს. როგორც ვთქვი, აუცილებლად სურდა ამ შეკრებაზე ყოფნა და ბაჰრეინთან თამაში. არ ვიცი ამ მომენტში მართლა საუკეთესოა თუ არა მსოფლიოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელებს შრომას, ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს და მერწმუნეთ, რომ ჩემზე მეტად ეს არავის გაუხარდება. ძალიან ხშირად, როდესაც ფეხბურთელს კარგად არ მისდის საქმე, თავს იმართლებს. მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები არ აკეთებენ ამას. ცდილობენ უშუალოდ მოედნიდან გასცენ კრიტიკას პასუხი და ხვიჩაც სწორედ ასეთია. ამ პერიოდში განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის წინ ამხანაგური შეხვედრების ორგანიზება ყოველთვის რთულია. თუმცა ფედერაციის ძალისხმევით რუმინეთთან და ბაჰრეინთან თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რუმინეთი ძლიერი გუნდია, რომელსაც ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს. ბაჰრეინი კი განსხვავებული დონის მეტოქია და შესაძლოა სხვა მოთამაშეებსაც მივცეთ თავის გამოჩენის შანსი, რათა მათ ეროვნულ ნაკრებში მეტი თავდაჯერებით დაიწყონ თამაში. ორი განსხვავებული სტილისა და დონის მეტოქესთან თამაში საინტერესო იქნება. თუმცა ამხანაგური შეხვედრა მხოლოდ სახელით არის ამხანაგური. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. მნიშვნელობა არ აქვს მეტოქე რუმინეთი იქნება თუ ბაჰრეინი. ორივე შეხვედრის მოგება გსურს. შესაძლოა განსხვავებული შემადგენლობა და როტაცია ვიხილოთ. თუმცა ეს შეხვედრები სექტემბრისა და ერთა ლიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ირაკლი ეგოიანს, რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ ფიქრი. მარტში არ გამოვიძახეთ, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშები ჰქონდა. მისი სეზონი ძალიან მომეწონა. პროგრესი ეტყობოდა, განსაკუთრებით ინტენსივობასა და თამაშის სტილში. დარწმუნებული ვარ, გუნდს დადებით ენერგიას შესცენს. თუმცა მისთვის ეს პირველი გამოძახებაა ეროვნულ ნაკრებში და გარკვეული დრო დასჭირდება, რათა ჩვენს მოთხოვნებსა და სათამაშო ფილოსოფია შეეჩვიოს. როცა შემადგენლობას ვადგენ, ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელების არჩევას ვცდილობ. მარტში მამაგაიშვილმა თავი კარგად წარმოაჩინა. მისთვის ეს ახალი პოზიციაა და მიმართულებით განვითარება სჭირდება. თუმცა ვფიქრობ, მომავალში შესაძლოა ძალიან კარგი არჩევანი გახდეს. სექტემბერში კაკაბაძე დაგვიბრუნდება. ბოლო პერიოდში ცენტრალური დაცვის ხაზშიც სხვადასხვა ფეხბურთელი გამოვცადეთ. გადრანი, ბერიაშვილი და სხვები. თუმცა მუდმივად ექსპერიმენტების გაკეთება შეუძლებელია. როცა კონკრეტულ მოთამაშეზე არჩევანს ვაკეთებთ, მათთან მუშაობა და განვითარება გვჭირდება, რადგან ასეთი გუნდი უფრო ძლიერი ხდება. საინტერესო სეზონი ჰქონდა თორნიკე ძოწენიძეს. ჩვენ ყველა ფეხბურთელს ყურადღებით ვაკვირდებით. თუ კონკრეტულ მომენტში ვინმეს არ ვიძახებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ის საკმარისად კარგი არ არის. საჭიროა მუშაობის გაგრძელება. შანსი აუცილებლად მოვა და ის უნდა გამოიყენო. თუ გურამ კაშიას ყოლა დადებით თვისებაზე დავიწყებ საუბარს, ალბათ მთელ საღამოს აქ გავატარებთ. რთულია იმის აღწერა, რა გავლენა ჰქონდა მას გუნდზე, ფეხბურთელებზე და მთლიანად ქართულ ფეხბურთზე. ჩემთვის ის გამორჩეული კაპიტანი და პირველ რიგში შესანიშნავი ადამიანია. მიყვარს ის არა მხოლოდ როგორც კაპიტანი, არამედ როგორც პიროვნება. მასთან მუშაობა უდიდესი სიამოვნება იყო და ჩემი კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება. გურამ კაშიას ბოლო თამაში იქნება 2 იუნის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყოველდღე ძლიერი მეტოქე და რა თქმა უნდა გვეთამაშა თბილისში, ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რთული სეზონის მერე და ხანგრძლივი სეზონის მერე მეორე თამაშის თბილისში ყოფილიყო, რომ ნაკლები გზავრობა მოუწიოთ ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ორივე თამაში წარმატების მიღწევა, იმიტომ რომ მოგეხსენება სექტემბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევხვდეთ თავდაჯერებულად
გამარჯვებები და რა თქმა უნდა ამიტომ მიზანი იყო რომ ორივე თამაში ზაფხულში ივნისში ყოფილიყო თბილისში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრას 5 ივნისს 20 საათზე ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს. ორივე შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხზე გაიმართება. წარმატებები უსურვოთ ნაკრებს და თქვენ თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.